შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი, წიგნი პირველი. ნაწილი პირველი. კარისმერეთის პატარა ამბავი, მეხუთე. არსად ისე არ მჟღავნდება ადამიანის ხასიათი, როგორც იმაში, თუ რა მიაჩნია მას სასაცილოდ. გოეთე. ირიჟრაჟებდა თუ არა კორნელის დედა ტერეზა, მაშინვე წამოდგებოდა. დომენტის მაიკოს და აგოიას სამუშაოზე დააყენებდა. ღიურად დაქირავებულთად საქმეს მიუჩენდა. მერმე ეზო გარემოს შემოივლიდა. ხილზე ბავშვივით იყო გაწუწკებული ტერეზა. საშინაო კაბას დაიკაპიწებდა, სრიან ბალახში არ დამისველდესო. ბაღში შევიდოდა და კალთას მწიფე მსხლით, ატმით, ლეღვით ან სხვა ხილით აივსებდა. ყველაზე კარგებს გამოარჩევდა, ღრმათებში დაალაგებდა, სკამზე დაზდევდა კორნელის სასტუმალთან. გამოიღვიძებდა თუ არა კორნელი, მაშინვე გაუწვდიდა ხელს მწიფე, დაცვარულ ცივსა და ახალ მოკრეფილ ხილს. ჩაულიდა აგოია აივანს და უსათულოდ გადახედავდა კორნელის. ღვიძავს თუ ისევ სძინავსო და თუ ღვიძარს ნახავდა, გაეხარდებოდა, კვიცივი დაიჭიხვინებდა, შეკუნტრუშდებოდა, აივანზე აირბენდა. ძაღლები როია, ლედა და მახარე თავზე ახტებოდნენ. აივანზე შლიგინი და აურზაური ატყდებოდა. მერმე აგოია საბნის ქვეში აცურებდა ხელს და ქალბატონის შვილის შიშველ ფეხის გულს მოსძებნიდა, უღიტინებდა. კორნელი ფეხს გაიქნევდა. მოხდებოდა ისე, რომ შემთხვევით მოახვედრებდა ფეხს, კბილში სისხლს გადმოადენდა ან თვალს დაუზიანებდა. აგოია ხელს მიიფარებდა სახეზე და ზულქუნით მიეყრდნობოდა კედელს. კორნელი წამოხტებოდა, დაშავებულ ადგილს დაუთვალიერებდა, მოფერებით ჩაიხუტებდა ყმაწვილს და ეტყოდა: მაპატიე უეცრად მომივიდაო. და მაშინ როგორი ტკივილიც არ უნდა ჰქონოდა აგოიას, იგი მაინც გაიცინებდა. ხშირად მოიგონებდა კიდეც: მეტკინაო, ოღონდ კი წამოეგდო ლოგინიდან კორნელი. მეორე დილით ისევ შეუჩნდებოდა კორნელის, რისთვისაც ტერეზა დაუცაცხანებდა, მუჯლუგუნისკვრით გააგდებდა უკანა კარში. ახლა დედაშვილს შორის დაიწყებდა დავა. რისთვის ცემ დედა, ცოდვაა, ეტყოდა საყვედურით კორნელი. ცემ კი არა, უარესსაც უზავ. შენი ჩამოსვლის შემდეგ გავირდა. მუშაობაზე ხელი აიღო და გამოსულელდა. სტუმრებს არ აძინებს, უპასუხებდა ტერეზა განებივრებულ შვილს. ხეიძეების ოჯახში არავინ იყო აგოიას ტოლი და ვისთვის უნდა აება მას მხარი თუ არა კორნელისათვის. დედა ადრე გარდაცვლოდა აგოიას. სიზმარივით ახსოვდა მისი ალერსი და ხანდახან თუ ტერეზა თბილ სიტყვას ეტყოდა ან გაუცინებდა, ისე გაუხარდებოდა, თითქოს ცა გაეხსნაო. ზაფხულობით წვიმა ავდრის დროს საკუჭნაო ოთახში აწვენდნენ, სხვა დროს კი უკანა აივანზე. დაკონკილ საბანში გაეხვეოდა და გვერდზე მეგობარი ძაღლები მიუწვებოდნენ.
კორნელი დიდხანს დააცქერდა ერთ ღამეს ამ ინტიმურ, მაგრამ დამამწუხრებელ სურათს. შეეცოდა აივანზე ძაღლებთან ძაღლურად მიგდებული ხმაწვილი. ტახტი გამოატანინა საკუჭნაო ოთახიდან დედას და დიდი კამათის მერმე, მათხოვრული ლეიბი და საბანიც გამოაცვლევინა. იონას უხაროდა, კორნელი, მე დამსგავსებიაო, იკვეხნიდა. დღეს დურგალი იულო ეწვია ტერეზას. ხეიძეები შინაურ კაცად თვლიდნენ მას. სტეფანე მისი ვაჟის ნათლია იყო. ესეც რომ არ ყოფილიყო, თითქოს 40 წელია ხეიძეებისას მუშაობს იულო. სახლის, სამზადის სახურავს, სასიმინდეს, ხულას, საღორეს, ტახტებს და მაგიდებს ყველაფერს მასაკეთებინებენ და განა ეს არ კმაროდა, ახლობელი გამხდარიყო ტერეზას და ოჯახისათვის იგი. აშალაშინებდა ფიცრებს გახუნებულ ცისფერ ახალუხის ამარა. თვითონვე ფიცარივით გათხელებული კაფანდარა კაცი და თან სტეფანეს და კორნელის ედავებოდა ბალშენიკებისა და მენშენიკების თაობაზე. სოციალისტები ურჯულოებად და ქვეყნის დამაქცევრებად მიაჩნდა. ჩამოხეულ თვალს მოჭუტავდა და სოფლის ჭორების გუდას მოხსნიდა თავს. ორი ღერი რუსულიც იცოდა და კამათის დროს პოსტოი პოდოჯდი იძახდა. აი დღესაც შალაშინიდან გურგუშელას იღებს, ნექსა და შვათიც უჩვენებს კორნელის და ნიშნის მოგებით ეუბნება. ქვეყანა ღმერთს თუ ვერ გაუსწორებია და სოციალისტები გაასწორებენ? კორნელი იღიმება და ეხვეწება. შენ ეს ძელები გამისწორე, გაბითალე. ქვეყნის გასწორებას კი შენ არავინ გეკითხება. კორნელიმ ბოძები ჩაარჭობინა მიწაში ერთი ადლის სიღრმეზე და რიყის ქვებით ისე მაგრამ უაბეკნინა, სამი უღელი კამეჩიც ვერ მოარყევდა და მოსთხრიდა. 4 ბოძზე მაჯის სიმსხო, ლარივით სწორი ძელქვის 2 ძელი დააჭედინა პარალელურად. მერმე ჩეხური სავარჯიშო ტანისამოსი ჩაიცვა და 2 ძელთან მივიდა. ნინო და აგოია უყურებდნენ. კორნელი 2 ძელს შორის შეიჭრა, კუნთებით დაგრაგნილი მკლავები გაშალა და 2 ძელს დაახტა. ქანი ამართი ყირა გააკეთა, ყირიდან იღლით ტრიალზე გადავიდა. მერმე ისევ წინშვერი ამართი გააკეთა და მარჯვნივ გადახტა. ეს 7 ელემენტისაგან შემდგარი ვარჯიში სწრაფად, ლაღად, რიტმულად და სუფთად შეასრულა. სწრაფად ხანისწყლის კალმახივით მოიქნევდა ხოლმე ამოდენა ტანს, მაშინ აგოია შეხტებოდა, მუხლზე შემოიკრავდა ხელს, დედაია დაიძახებდა განცვიფრებული და მერმე კოლინდარზე წაკორწიალდებოდა. ტერეზა თვალს არიდებდა კორნელის. კიჭხს მოიტეხ, უყვიროდა. იულო კი ბავშვივით იცინოდა და გაოცებული იძახდა. შეხედე ამ ტურას. ნინოს თეთრი ხალათი და შავი სავარჯიშო ტრუსები ჩააცვევინა კორნელიმ. 2 ძელთან მიიყვანა, კლავებით ბჯენა და ქანი უჩვენა. მუხლის თავამდე სწუდებოდა ნინოს აჭარლის შარვალივით განიერი ბუნდურა ტრუსები. იქნებ ამიტომაც სჩანდა შავი წინდებით შემოსილი მისი წვივები ვიწრო და წვრილი. კორნელიმ ხელის გული შეახო წელზე ნინოს, უბიძგა. მერე წინწვერი გააკეთებინა. აღარ ყოფნიდა ღონე წინწვერისთვის ნინოს. სარმასავით მოქნილი ფეხები უკანკალებდა. მარჯვენა ხელის გული მიაგება კორნელიმ, ზედ ასულის ფეხთა სიმძიმე დააწვა. მარცხენა ხელით წითელ მესტებიანი ფეხის ცერები გადაუწია, გაუსწორა და როცა ფეხის გულს შეეხო, ნინოს კისკისი აუტყდა. ღონე გამოელია. ქანცმილეული ქვასავით მაგარ 2 ძელზე იღლიებით დაეცა და
სათუთი ხორცი დაიბეგვა. სახე შეეჭმუხნა ტკივილით. კლავი მოხვია კორნელიმ. ორძელიდან ჩამოიღო და მერმე კიდევ უფრო მაღლა ასწია. ბალყივით მჩატე ეჩვენა, გაუკვირდა ნინოს. რა დვილად ამიტაცა და ამწია ამოდენა ქალიო. აივანზე იონას ხარხარი და ძახილი გაისმა. კარგად არასწავლის ეს ბიჭი ამ ქალს ვარჯიშობას. კორნელი მიწაზე დაუშვა ნინო და იონასაკენ დარცხვენით და წყენით გაიხედა. ტერეზამ სამზადის ყავარაყრილი და სახლის კრამით გადახდილი სახურავი უჩვენა იულოს და მისი შეკეთება სთხოვა. ხშირი წვიმა, ქარბორია და ზენაქარია იმერეთში სახურავის მტერი იყო. წვიმა ალპობდა ყავარს. ზენაქარი გლეჭდა ამტრევს ყავარსა და კრამიტსაც. ყავარი და ფენები სარდაფში მიწყვია და ის გაიხმარე. უთხრა ტერეზამ იულოს. შენი 20 ყავარი ეყოფა ამ სახლს? ხომ ხედავ სულთლად დამპალა ყავარი. სამზადი ახლად გადასახურავია, შენიშნა დურგალმა. შენ რასაც გეუბნებიან ის გააკეთე. სწავლებას თავი გაანებე. იწყინა ტერეზამ. დურგალმა ეშმაკური ღიმილით გადახედა. იცოდა ხელმომჭირნე და მხიკიანი ქალბატონის ხასიათი, მაგრამ შეჩვეული იყო მდივნის ქალთან პაექრობას, კამაც და არ ერიდებოდა. სახურავისაკენ ბირდაბირივით გაიქნია ხელი და რუსულად მიაძახა. ნოვინადა, ტერეზა, ნოვი. ტერეზა გაბრაზდა. ახალ სახურავს, ახალთახალი და ტკიცინა ასიგნაციები სჭირია. ფული ვინ მომცა შეგამოშტერებულო. დურგალს წაბლისფერი აცრამლებული და მოჭუტული თვალები უღიმოდნენ. ჭაღარა წვერი ვაცივით ააცამცარა, გაიცინა და გაბრაზებულ ქალბატონს მიახალა. ფული შენ თუ არა გაქვს, აბა ვის უნდა გქონდეს კარიზმერეთში შეტურა. უკბილო ჩია და ფიცარივით გათხელებული დურგალი გულუბრყვილო ბავშვებით უღიმოდა ახლა ტერეზას. ტერეზამ შეხედა და სიცილი წასცდა. ამან უფრო გაათამამა იულო. ზედიზედ მიაყარა ქალბატონს. ტურა, ტურა და ტურა. ხელი წაავლო მკლავში, ფეხების ბაკუნი დაიწყო. ფიქრობდა, ხომ ხედავ ტერეზა, მთელი შენი ასავალ-დასავალი ვიციო. ტერეზამ ისე ხმამაღლა გადაიხარხარა ეზოში, რომ სამზადისიდან გოგო ბიჭები მაიკო, დომენტი და აგოია გამოცვიდნენ. რა აცინებს ქალბატონსო? ქალბატონმა უმალვე თავი დაიჭირა და ახლა წუხარე სახით მოჰყვა ყველას გასაგონად საყვედურებს. რომელი მილიონერი მემნახე? ფული საიდან მექნება? რა შემოსავალი მეგამაჩნია ქვრივსა და ოხერს? ნუ გეშინია, ჩემი ქმარი თავზე არ მადგეს და ეს ეზო სავსე არ იყოს მოჩარდახებული ურმებით და ზედმწოლარე ავადმყოფებით. იულო მიუგო. სასაყვედურო შენ რა გჭირს? ცხონებულმა გიორგიმ კარგი შვილები დაგიტოვა და ალბათ ევგენი და სტეფანეს უმოწყალოდ ხვეტენ ქალაქში ფულს. ტერეზამ შუბლი შეიჭმუხნა. ძოლშვილიან ადამიანს ამ დროში რა ფული გადარჩება? კორნელი კი თვითონ დახმარებას და ხელშეწყობას საჭიროებს. ხომ ხედავ კისერს იტეხს აგერ აგოიასთან ერთად. ბოლოს დურგალი დასთანხმდა თავნება ჯიუტდა ენამჭევრ ქალბატონს. მეორე დღეს სარდაფიდან ყავარი გამოიტანა. ტყეში სარტყელი, ბასკები, ფინები, ლარძაყინები გამოთალა და სამზადის სახურავზე დაცუცქდა. ყავარს რიგზე აწყობდა, ფინს და ბასკენს გადაუჭერდა, დახბურღავდა, პირით დაჭერილ, ფართო ქუდიან ლურსმნებს ნაბურღში ჩაარჭობდა და დილიდან საღამომდე ჩაქუჩით აჭედებდა. სახურავზე კორნელი კიბით ავიდა და იულოს გვერდით მიუჯდა.
აქედან ხელის გულივით ჩანდა კარისმერეთი, ბაზარი, აჯამეთის ტყე, ჭალები, ზურმუხტისფერი, ხავერდოვანი მთები და შორეული კავკასიონი. მოდი ის ყავარი მომაწოდე, უთხრა იულომ კორნელის და საქმე გაუჩინა. იულო ძველ და ახალ ყავარს ერთმანეთზე აწყობდა. ოსტატურად დაუცდელად აჭედებდა ჩაქუჩით გრძელ ლურსმნებს. ისე რომ ერთიც არ გაუღუნია. თან რაღაცას უცნაურს ღიღინებდა დალეული და ჩია ოსტატი. გახუნებულ, ზოლებიან, ათასნაირად დაკერებულ, ცისფერ ახალუხის ამარა იყო და ასე ირხეოდა სახურავზე ბოლო ქანქარასავით დაცუცქული. შენ თებერვალისტი ხარ, ნაციონალ დემოკრატი თუ მენშევიკი? მოულოდნელად კითხა კორნელის. მე არც ერთი არა ვარ, მიუგო კორნელიმ. ხალხისათვის ყველა ურგებია, ხომ ხედავ? ხალხი შიმშილით კვდება, ხოლო მენშევიკი კომისარი იოკიმე აბულაძე და პოლიკარპე ვაწაძე კი ტახივით ჩასუქდნენ. ფეხებზე კიდეა საწყალი და გაჭირვებული კაცის ცხოვრება, შენიშნა დურგალმა. იულო გვიან მოეკიდა ოჯახს. წვრილი შვილების პატრონი იგი დურგალიც იყო და ამავე დროს ყანის მუშაც. დაუღალავმა და მძიმე შრომამ ადრე მოსტეხა ფარგასავით გამხმარი და კაფანდარა კაცი. მძიმე შრომასა და სიღატაკეს გონებაც დაუჩლუნგებია. მას სრულიად არ ესმის თუ რა დიდი ისტორიული მნიშვნელობის ამბები და სოციალური ძვრები მიმდინარეობს ამ ქვეყნად. გაიფიქრა კორნელიმ და დაჩიავებულ დურგალს დააცქერდა. იულოს ქუსლ ჩაკეცილ წუღებში შეედგა შიშველი და ბანჯგვლიანი ფეხი. იგი ხანდახან გამოიღებდა მას, ერთი მეორეზე დაწყობილ ყავარს დააბიჯებდა და თითებს მუხლ ხოსავით ამოძრავებდა. ბეხრეკი ხის ქერქივით დახეთქილ ხელში ჩაქუჩს მოიმარჯვებდა. დურგლის ხელის გული თლად დაფარულიყო აბედისფერი სქელი კოჟრით. ამიტომ იდებდა არხეინად ავარვარებულ ნაკვერცხალს ხელის გულზე იულო, თითქოს ხორცზე კი არა ნიჩაბზეს დებსო. აჭედებდა ჩაქუჩით ყავარს ტერეზა მხეიძის სამზადისის სახურავზე გაჩაჩხული ბერიკაცი და თან კორნელის ეღრიჯებოდა შვილის გამო. ბუჭა მეხუთე კლასში გადადის, ანგარიშში და რუსულში ორიანი აქვს. გამოცდები ექნება და შენ მომიმზადე. ეზოში ტერეზა შეჩერდა, თავი მაღლა ასწია და კორნელის დაუძახა. კორნელი, რა მართლა არ აქვს ცხენია? რატომ მიცდენ ოსტატს? ხომ იცი მაგი ლაპარაკს არ გაათავებს. იულომ ჩაიცინა. ლაპარაკი კი არა, მუშაობა გავათავე. ვახშმად რა სამზადებ შეტურა, ის მითხარი. ტერეზა მასზახა. სულ ჭამაზე რო ფიქრობ, შეუბედურო. ნეტა ისე მუშაობაზე ფიქრობდე. ჯერ რა დროს ვახშამია, მზე არც კი გადახრილა. იულომ ალმოდებულ დასავლეთისაკენ გაიშვირა ჩაქუჩი. მზე ჩასულა, ვერ ხედავ? შაბაშია. ამ დროს წმინდა გიორგის ეკლესიის სამრეკლოზე გაბზარულმა ზარმა დაიგუგუნა. ტერეზამ და იულომ პაექრობა შესწყვიტა და პირჯვარი სასოებით გადაისახეს. მზე აჯამეთის ტყისიქით ჩადიოდა და სოფელს სიმშვიდე და მყუდროება ეფინებოდა. მაგრამ გავიდა ცოტა ხანი, ცხელმა ნიავმა დაუბერა და ბაზრიდან მომავალმა ყიჟინამ, სიმღერამ და არღანის ჭრიალმა მყუდროება დაარღვია. ეჰე, შეზახა იულომ, ჯარისკაცები გეიფობენ. კორნელიმ ბაზრისაკენ გაიხედა. იონას ეზოში ქოლგასავით გაშლილ ძელქვასა და ცაცხვებს იქით კრამიტით გადახურული დუქნები ჩანდნენ. მზე ჩავიდა, დაღამდა. იულომ სამუშაო გაათავა. ხერხი, ხელცულა, ხელეჩო,
შალაშინი, სატეხელი და ბურღი შეჰკრიბა, ტომარაში ჩაალაგა და კიბეზე ჩავიდა. კვლავ მოისმა სიმღერა, მაგრამ ახლა არა ჯარისკაცების, არამედ მდინარის გაღმა, შინ მიმავალი ყანის მუშა გლეხები იმღეროდნენ. იგი საგალობელს გავდა, ძალზე შეეფერებოდა სახურავიდან გაშლილ ბუნების დიად სურათს, რიონის ველს, ჯანიან მთებს, აჯამეთის ტყისიქით ჩამავალ მზეს, ქარვისფერ დაის. ის ძველებური სიმღერა თითქოს გამოსათხოვარი საგალობელი იყო მზისადმიო. კორნელის სოფელი ვარევანი მოაგონდა, როდესაც ალისფერ და მდუმარე ცას უცნაური ფიქრით მისჩერებოდა მისი საყვარელი მეგობარი, ბრძოლის ველზე დაჭრილი მომაკვდავი გრიგოლ ცაგურიშვილი. ბაზარში მოულოდნელი ყიჟინა, თოფის როლა ატყდა და კორნელის თავზე ზედიზედ გაიზუზუნა ტყვია. სამზადიდან დედის ძახილი გაისმა. კორნელი, ჩამოდი, რა გინდა ამდენხანს მაგ სახურავზე? აგოია დაფეთებული თხასავით გამოვარდა გარეთ და კიბესთან მიირბინა. კორნელი მთავახდილი სახურავის გაბოლილ სარტყელთა შორის თავი ჩახო და სამზადისში ჩაიხედა. ყვავლი ეცა და თვალები აუწვა. სახურავის საბჯენ ბოს ჩახვა, დირეზე გაჩერდა. სხვენზე გოგრები, ბროწეული, კაკალი, ცერეცო, ლობიოს პარკი ეყარა. კოჭზე ტყლაპები გადაეკიდათ. კედელს კი დამჭკნარი და გაჭვარტლული სამკვეთო, ყვითელი ყვავილისა და პილპილის აკიდოები ალამაზებდა. კორნელის ბავშვობა მოაგონდა. რამდენჯერ შეპარულა იგი ამ სხვენზე, კაკლის, თხილის, უნაბისა და კომშის საქურდლად. სხვენზე ხელი გადახო და კაკალი ჯიბეში ჩაიჩხრიალა. მაიკომ ნაჭაზე დაკიდებული ქვაბი ასწია. დირეზე კორნელი დაინახა და დაუძახა. დედა, სად გასულა ეს ბიჭი? არ გადმოვარდეს. ტერეზამ შიშით ახედა კორნელის. აგოიამ გადაიკისკისა. მე ზედ გავალ და გამოვალ. რა გადმომაგდებს? ტერეზამ თავში ჩაარტყა. რაღა შენი წაქეზება სჭირია, შეჭირიანო. კორნელიმ ჯამბაზივით გაიარა დირეზე. დირეს ხელით დაეკიდა. იატაკზე ჩამოხტა. ფეხის ცერებზე დაეშვა, ჩაიკეცა და მერმე ზამბარასავით წამოდგა. გაიცინა. იცოდნენ მისი ოინები. ხის წვერში გავიდოდა, დაარხევდა. მერე მახლობელ ხის ტოტს წაავლებდა ხელს და ახლა მას მოექცეოდა კენწეროში. ასეთ ჯამბაზობაში იულოთ უშეედრებოდა. უზარმაზარი კაკლის ხის ტოტს თრითინასავით ქეჩომდე გახვებოდა დურგალი და ისე დაბერტყავდა ჭოკით. ერთ კაკალსაც კი არ დაუტოვებდა საზამთროდ ყვავს.